ამას შეხედე. ოკეი, სამკუთხედი ხო? აი ეს წყალი უნდა გავტოვოთ. ვაუ. ჩვენ ვიწყებთ საქართველოს გარშემო მოგზაურობას საქართველოს ეროვნულ პარკებში. გაგაცნობთ ყველაფერს პარკების შესახებ, ყველგან წავალთ, სადაც მიგვიწვდება საშუალება ფეხით თუ მანქანით და მოგიყვებით ყველაფერს საქართველოს ეროვნულ პარკებზე. ეხლა მივდივართ ლაგოდეხში. პირველი ვიდეო იქნება ჩვენი ლაგოდეხში მოგზაურობის. კონკრეტულად ნინოსხევის ჩანჩქერზე ავალთ, რომელიც სადღაც სოფლიდან 9 კილომეტრია. მოვემზადებით, აღვიჭურებით, ჩვენი კამერებით და დაგათვალიერებინებთ ყველაფერს. მოკლედ ჩამოვედით ნინოსხევის ჩანჩქერის ბილიკის დასაწყისში და ეხლა მოვემზადებით და გაჩვენებთ ყველაფერს, რა მიგვაქვს, რეებით ვართ წარმოდგენილი და დავიწყებთ ჩვენს ბილიკს. ჩემი ზურგჩანთა, სადაც საჭირო რაღაცები მიწვია. მე გაჩვენებთ, რავი, წყალი, კიდე რაღაც ობიექტივები მომაქვს, მე გაჩვენებთ რაღაც კარგი ობიექტივი ვიყიდე, ძალიან მაგარია. აგერ ჩვენი ოპერატორის ჩანთაა, დრონები უდევს და მაგარი ობიექტივები, ნახოთ რა გამოგვივა. ესენი უნდა ჩავალაგო. ჩემი ბოტასები შეიძლება წყლის გატოპო და გჭირდეს. ესეთ ბილიკზე რომ მოდიხართ, არ არის ეგეთი რთული ბილიკი, საშუალო სირთულის ბილიკია, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ჰაიკინგის ესეთი ტრეკინგის ბატინკები გეცვათ, შარვალი, რომელიც თუ დაგისოლდებათ მალე რო გასწრეს, პირველადი დახმარების ყუთი გექნებათ, თუ რამე დაგჭირდათ, რომ საკუთარ თავს უშველოთ. ამას ესე დავამაგრებთ, რომ არ გადმოიყაროს. კიდე ერთი რაღაც დამრჩა. ეხლა ვიგაჩვენებთ. ჯოხები ტრეკინგისთვის. მე დიდად არ მიყვარს ხოლმე ჯოხების ხმარება, მაგრამ შეგვიძლია წამოვიღოთ რა და თუ არ დაგჭირდა, არ გამოვიყენებთ რა. ეგ არის. სხვა დანარჩენს მოგიყვებით ბილიკზე, როცა შევალთ ტყეში. კამერა გავიკეთოთ აქ. წავედით. დავიწყეთ ნინოსხევის ჩანჩქერზე ასვლა და გასათვალისწინებელია ბევრი რამ აქ. გზა რო არ აგვერიოს, ბევრი მარკირებაა ბილიკის, მაგალითად აქ, აი აქაც არის. მარკირება ნიშნავს ბილიკის სირთულეს. აქ ჩვენ გვაქვს საშუალო სირთულის ბილიკი, თეთრი ხაზები და შუაში წითელია, ანუ არ არის რთული ბილიკი, მაგრამ დრო გჭირდება სადღაც დაახლოებით 2 საათი, 3 საათი რა. ეს რა არის? მოიცა ერთი გადავიღოთ ეს. გადავიღოთ კამერით. ცხენია თუ რა არის? ასე რქიანი ცხენი ვიპოვეთ ტყეში, რომელიც ხეზე არის ამოსული. ეს თვალი აქვს. მაგარი რამეა. რეინჯერები გამოჩნდნენ. წავიდეთ ვნახოთ, დაველაპარაკოთ. მეც კი ვიცი რაღაცები, მაგრამ იმათ უფრო მეტი ეცოდინებათ. გამარჯობათ. შეგვიძლიათ პატარა გავისაუბროთ და მე გავაგრძელებთ ხო გზას ხო შეიძლება? აქ არის ენდემური ჯიშის სცენარეები გვაქვს იულიას ფირუსულა. პირველად აქ აღმოაჩნდა კავკასიაში, აქ აღმოაჩინა პირველად. თავის გოგოს სახელი. სხვაგან არსად არ არის და დაარქვა იულია ერქვა თავის გოგოს და დაარქვა იულიას სახელი ფირუსულას. ვა! გაზაფხულზე ყვავილობს იქ ლაგოდეხის ხევში არის. რა ცხოველები არიან აქ? ძირთად განვითარებული რა. არჩი ყავს, გარეული ღორი ყავს, ჯიხვი ყავს, შველი, ირემი, გელი, ტურა, ნიამურის დაფიქსირდა. ნიამური? ვა! ის ამბავ, ნუ ფოცხვერი ხო არის აქეთ? ხო, ფოცხვერი ძალიან ბევრი არის. მეტეოს ის შავი კლდეების გულის ხო? აუ მადუ ეჭოლი და წავიდე. ჯიხვები ხო არის? ესეთ უბრალოდ დავინახავთ? კი, კდიანები აქ აღნავდნენ. წავიდეთ მანდ რა, ვასკა. რო გადავხედავ,
400-500 სული დამითვლია ხოლმე დამტარ ვარ მითვლია ესე რომ გაწითლებული რო არის. ანუ მანდ უნდა წავიდე რა. გადაღების ამბავში მინდა რომ რაღაცები გადავიდე. მომენტი არის. ნაკადულის კალმა გყავს ძალიან ბევრი. აუ, ეგ ავიგია ხო და ესე ვიზუალურად ვერ დავინახავთ ესე აი რომ შეიძლება ადგილ-ადგილ პატარა დარჩენილ გუბეებში ადიდებული წყლის მერე შეიძლება ხო? ტურისტების ამბავი როგორ არის? როგორც ვიცი, ძალიან პოპულარული ადგილია. კი. ნაკლებად მოდის, მაგრამ მაინც ეს ჯერ გაზაფხული ახლა დაიწყო და ნუ წამოვა ხალთვეში ახლა ამ თვიდან უკვე დაიძრება. კარგით, აბა დროებით რა და შევხვდებით. ძალიან სასიამოვნო ტყი არის. იმდენი მარკირებაა, რომ შანსი არა ბილიქს აცდე, არ არსებობს. ასე რომ არ დაიკარგებით, შეგიძლიათ უბრალოდ ისე ირნოთ. უმაგრესი ადგილია. ეხლა წავედით, თორე ძალიან დაგოგვიანდა. ჩანჩქერი 7 კილომეტრი. 2 საათია რა. მოდი. ნახე რა მხელახე არის. ამას შეხე. ეს რა არის? ამას რა არის ამ ხელა? მოიცა? შეხედე. ამ ხელა ფესვები, ეს ხერო ჩამოვარდება. დრონით ხო არ გადაგვიყო, ვასკა? რა სიტყვი, რაღაც სივრცეა ძალიან მაგარი რა. ჩავარდი. მოიცა. ხაოცოსდე. პატარა დისბალანსი იყო. არა უშავს. ანუ ამ action კამერით გამოდის აი რაღაც სასწაული რა. ტელეფონს ისეთი ფარტო კუთხე არა აქვს რა. აი ულამაზესი კადრია რა. ამ ხის ძირში კიდე ესეთი უცნაური ქვები გვაქვს. აუ, ეს უნდა გადავიღოთ, თორე ესე არ გამოვა. პატერს გადავიღებ. კაჟანი ჩვენი ოპერატორი, მასკა. სუპერ გამოცდილი. არ არის ძალიან აღმართი, მაგრამ უცებ რომ ესე მიაწყდები. ცოტა რთულია ხოლმე რა. არა უშავს. მოდი პატარა სავირბენ. ვითომ ძალიან არ დავიღალეთ. წავედით. კაი. გას. სოკოში მომჩნე და ნახოთ აბა. აუ როგორი წითელია. ნახე როგორ სამკუთხედი გვაქვს. ეხლა რაღაც მაგარი ხევი პოვეთ ძალიან დიდი ხნის არის მე მგონია რომ ძალიან დიდი ხნის არის ალბათ 100-ზე მეტი წლის შეხედეთ აი უკვე ალპური ზონაც გამოჩნდა საკმაოდ მაღლა მოვიცი მანდ ალბათ ჯიხვები იქნებიან, არჩვები იქნებიან. აუ ეს რა ლამაზია შეხედე. ვასკა შეხედე. ჩრდილები ნახე. 3 კმ. так ჩვენ გვინდა ახლა წყალი ვაჭრი. ნახოთ აბა. სად არის ეს? წინ არის. საერთოდ დავახი. წყლის ხმაც აქ არის. საკმაინც ავავსოთ წყალი. აუ ნახე, ლამაზია. ძალიან ლამაზია. აი ავავსოთ ხა ცოტა დავისვენოთ და მე მგონი მორჩა აღმართებია. მოკლედ იმ დღეს ვიყიდე ახალი ობიექტივი, უფრო სწორედ ძველი ობიექტივი კამერისთვის. არის 65 წლის. ხა ამოვიღებ და გავაკეთოთ ტესტი. გადავიღოთ რაღაცები. Helios 40 85 მმ უმაგრესი ობიექტივია. ოპა, всё. სანამ ვისვენებთ, მოდით შევხედოთ, აბა სად ვართ.
მაგარია ნახე. მოკლედ ამოვახცეთ აღმარზე. ეხლა უკვე ვეშებით ქვემოთ რა. ქვემოთ ჩავალთ უკვე. მინოსხევისკენ პატარა არის კიდე რაღაც აღმართები, მაგრამ ისეთი არაფერი. და მივიღოთ მინოსხევზე რა. დაგრჩა 3 კილომეტრი სულ რაღაც. აგზავნებთ ჩვენს მოძრაობას. მინოსხევის ჩანჩქერისკენ ეს რაღაცა ჩამოვარდნილი ხე. დალახი ციპოვეთ. ასტალახი უნდა გვეპოვა. ესეც დალახი. რაც უცნაური ხევი პოვეთ. რაღაც დაავადება არ მგონი და შემოხვეული ხეზე. გველი, მოდი. შეხეთ. 2 კილომეტრი. ეს ხევი დამშრალია. ალბათ აქ მეწყეს ქვები ჩამოაქონა. ოს მე მაინც ირჩეთ რომ ამ ბატონკებით მსგავსი ბატონკებით დამოხვიდეთ, იმიტომ რომ აღალყელიანი გიცავს კოჭის გადატრიალებისგან და ასე შემდეგ. ყურადღება საჭირო რომ რამე პატარა ყურადღება და ეგრევე ჩავარდნილი ხარ. გაიხსნა ხედები. ძალიან ლამაზი ხედებია ძალიან. უკვე ხედავ. არ ვიცი შეიძლება პირველი ის არის. კადი. მაგრამ всё, გამოჩნდა. ამათ შეხედა. ირდა ამოსვლა რა. ოფლიანობადაც კიდე და ყველაფერი და აღფრთოვანებულიო. ავით ახოს. წამოახით. რა ვთქვა არ ვიცი, შეხამოსე. ეს ისეთი ჩანჩქერია რომ აქ უნდა იჯდე და უნდა უყურო ერთი 10 წუთი მინიმუმ. აჟე ფოტოებიც არ უნდა გადაიღო, არც ვიდეო, არაფერი. უკან ბრუნდებით. თუმცა ფაბილიკით. ესე გადავწყვეტეთ, რომ ფაბილიკით დავბრუნდეთ. ქვემოთ ჩავალთ ისე ბილიკით, არა იგივე ბილიკით, არამედ რეინჯერების ბილიკით, რომელიც შედარებით უფრო რთულია და ნახავთ აბა თუ გამოგვივა. მე მგონი რომ უნდა გამოგვივიდეს. სადაც ესე ჩადის რა, გზა როგორც ნახეთ და მოგვიწევს მდინარის გატოკვაც. მე მგონი 3-ჯერ თუ 4-ჯერ. აი ესეთი ბილიკია. ვასკაკარი ვიღებს. ვაუ. ისე ჩანჩქერთან მასე. უამაზესი ხედებია. აი სასწაული ხედები. არც ბოტასები ჩავიცი რომ ძალიან არ მსიალდეს. იმიტომ რომ ბატონკები ზოგჯერ ცოლქებზე ესა სრიალებს და მაგიტო რა. აქ საყვარელი რაღაცეებია ნახე. ავიცი აქ ამდე დაჩენს, მაგრამ მაინც. მოდი ესე ხო არ გავძვრეთ, მაგრამ ვერა. გონჯობია ესე გავძვრეთ. ვა! ეს ჯოხები არ გვინდოდა რა. ოკეი, so. ხო გვინდოდა ექსტრემია, ეს არის ჩვენი ექსტრემი რა. მოკლედ ამ ბილიკზე არ უნდა წამოვხვიდეთ არავითარ შემთხვევაში. სტანდარტული ბილიკითი არის. აი ეს წყალი უნდა გავთავოთ.
ეხლა რაც ბავშვობაში მე წყალში მიტოპია ლაშქრობებში. ახე რა მორევია. ეს გამოდოხები. გადავხდე? გადავხდე? ოპა. ოპა. ოჰო. ოჰო. ნო. მე მგონი გამოვიდა ხო ეფექტური რაღაცები. მოკლედ გადავიღოთ მე რო ვიღებ ამ ლამაზ ფოთლებს. მოიცა? და ეხლა ვასკარო იღებ ჩემ კამერაში და მე ჩემ კამერიდან იმას რო ვიღებ რა. ნახე, აუ. შეხედე. ცა? აი გამოვიდა ეგ არის. ოს ამ ფოტოებსაც გაჩვენებ ხოლმე. იმოხეთ და მონტაჟის დროს. ახლა მოიცა? აი რა გამოვა. რას ხედავ და რას ხედავ ჩემი კამერა. რაღაცა პატარა ჯუნგლები გვაქვს, მაგრამ ამას გავყავთ კი არა. გავიდეთ მარტივად. ეს არის დიდი კუნძული. ასეთი რაღაცა ვიზუალურ მომენტი, მაგრამ მიყვარს ხოლმე ესეთი წყლიდან გამოფიტული კუნძები, მაგრამ ამას ვერ დავიღებ და ამ დიდია. ხანძი არ მაქვს. ასე რო იყო საქმე. აი გამოვიდა, ნახე. გამოვიდა. გადი. აი მე ტოტი მოტე. ოჩო პინტრე მაპატიებს. ზარმაზარი მორევია. აუ აქ ვერ გავძვრები ჩემი ჯოხებით და გადავწყვიტე რომ გადავაბიჯო ამ დიდ მორს თავის სოკოებიანად. კარგია, კარგი. ფული სამუშაო გრეინჯერებს რა, ამის მამინდება რა. რა. ასე რომ მაგარები არიან და არ ვიცი, ყოველდღე თუ დადიან. ოჩალა. სიღრმეში ვარ. ოს ბევრი არ დაქვს რა ცოტა დაქვს რა ეხა თიდან არა მაგრამ ამ ხის სოდილიდან ჩამოვიარეთ და მოვიდოთ ახლა სამუშა საერთოდ დავიწყებ თუ ესე არა ესე არ მოხდა საბოლოოდ მარტო დავში ჩემი ოპერატორი წავიდა წინ აღარ მეხება დავში მარტო ვარ და რა გავაკეთე არ ვიცი მოკლედ სამშვიდობოს რო ჩავართ მე მოგიტებით Arcs GIS აპლიკაციაზე, იმიტომ რომ აქ აპირებს დამხობს იმას ჩემთან მოვიდა. შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაცია და ანუ ოფლაინ რუკები აქვს. ძალიან მარტივია რა, გადმიწერ, ნახავ. მოდი ბილიკებია და ტანილი. ადამიანური ბილიკები. და არა ესე
უკვე დავადგეთ სტანდარტულ გზას და უკვე მალე ჩავალთ რა. იმ ბილიკს საიდანაც მოვედით. აქ აღმოაჩინეთ ციცინათელები, არ ვიცი ხა რამდენად გამოჩნდება ამით. მაგრამ მოსკოვ მითხრა გადავიღებო. მაგარი აისო აქ ჩემ კამერასა და გადავიღებო, ნახეთ, აუ, ნუ ჩანს. ციცინათელები ნახე. მართლა ბავშვობის მერე ციცინათელები ამდენი არ მინახავს არსად. სასწაული. მაინც დაგვიღამდა. მაგრამ არა უშავს, ავათით ფანარი. ეხლა ჩავალთ ბოლომდე რა. ეგარი რა. ცოტა მუხლი ტკივა, მაგრამ არა უშავს. გაძლებადია. ყველაფერი გაძლებადია. ცინათელებით სავსე ტყეში მოვხვდით. ღირდა დაღამება.